დედამიწაზე 3000-მდე გველის სახეობა ბინადრობს. მათი უმეტესობის შესახებ კი ჩვენ არაფერი ვიცით, რადგანაც ისინი ჯუნგლებში, ჭაობებსა და გაუვალ ტყეებში იმალებიან, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ზომის დაჯერებაც რთულია. ამ ეპიზოდში პლანეტის ყველაზე დიდ გველებს გაჩვენებთ. კლდის პითონი აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებ ყველაზე დიდ გველად ითვლება. ის მდინარეების, ჭაობებისა და ტროპიკული ტყეების მიმდებარედ ბინადრობს. მისთვის იდეალური საცხოვრებელი წყლის სიახლოვესაა. თითქმის მთლიანად წყალში ჩაძირული, კლდის პითონი მსხვერპლს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებს. შემდეგ კი მას თავს ელვისებური სისწრაფით ესხმის. მას შეუძლია ინადიროს მაიმუნებზე, ფრინველებზე, ანტილოპებზე, გარეულ ღორებსა და ნიანგებზეც კი. კლდის პითონის საშუალო სიგრძე დაახლოებით 5-დან 6 მეტრამდეა, თუმცა ცალკეული ინდივიდების სიგრძე შესაძლოა 8 მეტრსაც კი აღწევდეს. ამ გველების წონა ხშირად 100 კილოგრამს აღემატება. შხამის არარსებობის მიუხედავად, კლდის პითონები საშიშქვე წარმავლებად ითვლებიან. ისინი აგრესიით გამოირჩევიან და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება თავს დაესხნენ ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი საფრთხეს გრძნობენ ან საკუთარ ტერიტორიას იცავენ. საინტერესოა, რომ ეს გველები ზოგჯერ კერძო კოლექციონერებშიც გვხვდება, თუმცა პითონები თავისუფლების მოყვარული გველები არიან, ამიტომაც ისინი ვოლიერებიდან ხშირად გარბიან და ადგილობრივ ეკოსისტემას სერიოზულ ზიანს აყენებენ. ამეთვისტოსფერი პითონი ავსტრალიაში ყველაზე გრძელი შხამის არ მქონე გველია. მან სახელი დამახასიათებელი ქერცლების გამო მიიღო, რომლებიც გარკვეული განათების პირობებში იისფერ და იასამნისფერ ელფერს იღებენ. ავსტრალიის გარდა, ეს პითონები გვხვდება პაპუა-ახალგვინეასა და ინდონეზიის კუნძულებზე. ზრდასრული გველის საშუალო სიგრძე დაახლოებით 4 მეტრია, მაგრამ ველურ ბუნებაში 8 მეტრამდე სიგრძის პითონებიც ბინადრობენ. ამეთვისტოსფერი პითონები ძირითადად ღამის მონადირეები არიან. ისინი მსხვერპლს ფოთლებში ან ხის ტოტებზე მოთმინებით ელოდებიან, შემდეგ კი მკვეთრი მოძრაობით მათ თავს ესხმიან. მათი რაციონი მოიცავს ფრინველებს, პატარა ძუძუმწოვრებსა და დიდ ცხოველებს, რომელთა შორისაც კენგურუებიც არიან. ამ გველების შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ისინი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამიტომაც მათთან შეხვედრას ყოველთვის ერიდებიან. მახრჩობელა გველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველასათვის კარგად ნაცნობი გველია. ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში ბინადრობს. სხვა გველებისგან განსხვავებით, მახრჩობელები თავს თანაბრად კარგად გრძნობენ როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიც. მახრჩობელები შესანიშნავი მცურავები არიან, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ზედაპირზე ატარებენ. ამ გველების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდებიან. ხელსაყრელ პირობებში მათ 25-დან 30 წლამდე სიცოცხლე შეუძლიათ. ზრდასრული ინდივიდის საშუალო სიგრძე დაახლოებით 3-დან 4 მეტრამდეა, ხოლო მისი წონა 45 კილოგრამს არ აღემატება. მახრჩობელა გველი ნადირობს ფრინველებზე, ღრნელებზე, პატარა ძუძუმწოვრებსა და სხვა ქვეწარმავლებზე. ამ გველებს შხამი არაფერ შეჭირდებათ, რადგანაც ისინი მსხვერპლს გარშემო ეხვევიან და ახრჩობენ. საინტერესოა, რომ ეს გველები ხშირად ტყვეობაში არიან. ადრეულ სტადიაზე მათი მოვლა შედარებით მარტივია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი იმ ზომამდე იზრდებიან, რომ ის მფლობელისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. მწვანე ანაკონდა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული გველია. მისი სახელი დიდი ხანია რაც უზარმაზარისა და საშინელის სინონიმად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბადისებრი პითონი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე დიდ გველად ითვლება, მწვანე ანაკონდა ამ ტიტულის მთავარ პრეტენდენტად რჩება. თავის მთავარი მიზეზი ზუსტი გაზომვების შეუძლებლობაა. ანაკონდები სამხრეთ ამერიკის მიუწვდომელ ჭაობებსა და მდინარეებში ბინადრობენ. ცოცხალი გველის სრული სიგრძის გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სიკვდილის შემდეგ ანაკონდას კანი იჭიმება, რაც ნებისმიერ გაზომვას არასანდოს ხდის. სწორედ ამიტომ ამ გველების რეალური ზომა მეცნიერებს შორის კვლავ კამათის საგნად რჩება. ზრდასრული ინდივიდის საშუალო სიგრძე დაახლოებით 5-6 მეტრს შეადგენს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის თანახმად მათი სიგრძე შეიძლება 9 მეტრსაც კი აღწევდეს. მწვანე ანაკონდები თითქმის მთელ ცხოვრებას წყალში ატარებენ. ისინი ნადირობენ კაპიბარებზე, ირმებზე, ღორებსა და კაიმანებზეც კი. თავდასხმის შემდეგ ანაკონდები მსხვერპლს წყალქვეშ ითრევენ, რაც მათ გაქცევისა და გადარჩენის შანსს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს. თუ მომავალში მეცნიერები ზუსტი გაზომვების ჩატარებას შეძლებენ, მწვანე ანაკონდამ შესაძლოა ყველაზე დიდი გველების სიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს. ზეთისხილის პითონი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი დიდი გველია. ეს გველები ახალი გვინეისა და ინდონეზიის ზოგიერთ კუნძულზე ბინადრობენ. ისინი უჩვეულო უნარით არიან ცნობილნი. მათ ქამელეონის მსგავსად ფერის შეცვლა შეუძლიათ. სხვადასხვა განათებისას ზეთისხილის პითონი მწვანე, ყავისფერან თითქმის სრულიად შავ ფერს იღებს. ზუსტად როგორ მუშაობს ეს მექანიზმი არავინ იცის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს უნარი პითონს შეუმჩნევლად დარჩენაში ეხმარება როგორც ნადირობის, ასევე მტაცებლისგან თავდაცვის დროსაც. პითონის ამ სახეობის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მისი ლურჯი ენაა, რაც ქვეწარმავლებს შორის იშვიათობაა. მათი სიგრძე დაახლოებით 5 მეტრია. შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად, ეს გველები აგრესიას იშვიათად გამოხატავენ და ადამიანებისთვის საფრთხეს თითქმის არ წარმოადგენენ. თუმცა ძალისა და სხეულის მასის გამო ზეთისხილისებრი პითონები შინაურ ცხოველებად ნამდვილად არ გამოდგებიან. ამ
ფრინველებს საკმაოდ კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ თავისუფლად ცხოვრება როგორც ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, ასევე მშრალ რეგიონებშიც. ყვითელი ანაკონდების სიგრძე სხვა ანაკონდებთან შედარებით ყველაზე მცირეა, თუმცა მათი ზომა მაინც შთამბეჭდავია. საშუალოდ მისი სიგრძე 2-დან 3 მეტრამდეა. გველის შეფერილობა ყვითელია, მუქი ლაქებითა და ზოლებით, რაც მას წყალსა და მცენარეულ საფარში კარგად დამალვაში ეხმარება. ყვითელი ანაკონდები გვხვდება სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ პარაგვაიში, ბოლივიაში, ბრაზილიასა და არგენტინაში. ბევრი გველისგან განსხვავებით, რომლებიც კვერცხს დებენ, ანაკონდები ცოცხალმშობნი არიან. მდედრი სრულიად ჩამოყალიბებულ ნაშიერებს შობს, რომლებსაც დამოუკიდებლად ნადირობა შეუძლიათ. ეს გველები დროის უმეტეს ნაწილს წყალსა და მის სიახლოვეს არსებულ რეგიონებში ატარებენ. მათ რაციონში შედის თევზები, ფრინველები, ღრნელები და მცირე ზომის ძუძუმწოვრები. ზოგიერთი ყვითელი ანაკონდა სხვებთან შედარებით ბევრად გრძელი იზრდება. მაგალითად, 2016 წელს ჩრდილოეთ ბრაზილიაში მუშებმა აღმოაჩინეს ყვითელი ანაკონდა, რომლის სიგრძე 10 მეტრი, ხოლო წონა დაახლოებით 400 კილოგრამი იყო. თუმცა ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არაა. ბუშმეისტერი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე დიდი შხამიანი და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველია. ეს გველი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ბუშმეისტერი, როგორც წესი, სანადიროდ მხოლოდ ღამით გამოდის. ამ გველის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი განსაკუთრებული სითბური ღრმულებია, რომლებიც მის თვალებსა და ნესტოებს შორის მდებარეობს. მათი დახმარებით, გველს ცოცხალი არსებების თერმული გამოსხივების აღმოჩენა და მსხვერპლის ადგილმდებარეობის დადგენა მაღალი სიზუსტით სრულ სიბნელეშიც კი შეუძლია. ბუშმეისტერი მის გარშემო არსებულ სამყაროს ინფრაწითელ სპექტრში ხედავს. ზრდასრული ბუშმეისტერის სიგრძე, როგორც წესი, 2-დან 3,5 მეტრამდე მერყეობს, რაც მას ამერიკაში ყველაზე დიდ შხამიან გველად და მსოფლიოში სამეფო კობრის შემდეგ მეორე ყველაზე დიდ შხამიან გველად აქცევს. მათი შთამბეჭდავი ზომისა და ძლიერი შხამის მიუხედავად, ეს გველები ადამიანებთან კონტაქტში იშვიათად შედიან. თუმცა მათი ნაკბენის სიძლიერისა და შორეულ რეგიონებში სამედიცინო დახმარების გაწევის სირთულის გამო, ამ გველებთან შეხვედრა ადამიანისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ვეფხვისებრი პითონი ერთ-ერთი ყველაზე მასიური და შთამბეჭდავი გველია. ის ორ ქვესახეობად იყოფა: ინდურ ვეფხვისებრ და ბირმულ ვეფხვისებრ პითონად. ინდური ქვესახეობა შედარებით პატარაა. მისი საშუალო სიგრძე დაახლოებით 6 მეტრი, ხოლო წონა 90 კილოგრამია. ბირმული ვეფხვისებრი პითონის საშუალო სიგრძე 7 მეტრია. მისი სხეულის დიამეტრი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის სატელეფონო ბოძის სისქეს შეესაბამება. 2016 წელს მალაიზიაში სამშენებლო მოედანზე გიგანტური ბირმული პითონი აღმოაჩინეს, რომლის სიგრძეც 8 მეტრი, ხოლო წონა 200 კილოგრამი იყო. ბირმული პითონები ნადირობენ დიდ ცხოველებზე, ირმებზე, გარეულ ღორებზე, ხებსა და სხვა ძუძუმწოვრებზე. წარმატებული ნადირობის შემდეგ გველს შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში, ზოგჯერ კი 1 წელზე მეტხანს, საკვების მიღება საერთოდ არ დასჭირდეს. მასშტაბური ტყეების გაჩეხვისა და უკანონო ვაჭრობის გამო, ზოგიერთ რეგიონში ბირმული პითონების პოპულაცია ყოველწლიურად მცირდება. ინდოეთში სპეციალური დაცული ტერიტორიებია შექმნილი, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ყოვლის მომცვლელი ზომების გარეშე ეს სახეობა შეიძლება გადაშენების პირას აღმოჩნდეს. ვადისებრი პითონი სამართლიანად ითვლება დედამიწაზე არსებულ ყველაზე მასიურ და მძიმე გველად. მისი გავრცელების არეალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ინდონეზიას, ფილიპინებს, მალაიზიასა და მიმდებარე კუნძულებს მოიცავს. ეს გველი ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, ჭაობებსა და ადამიანის დასახლებებთან ახლოსაც კი. ვადისებრი პითონის მთავარი მახასიათებელი მისი წარმოუდგენელი წონაა. ზრდასრული ინდივიდის საშუალო წონა შეიძლება 150 კილოგრამს გადააჭარბოს, ხოლო ცალკეული ინდივიდების წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამსაც აღწევს. დიდი ხნის განმავლობაში ვადისებრი პითონები მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველებად ითვლებოდნენ, თუმცა ბევრი მონაცემი გადაჭარბებული ან სრულიად არასანდო აღმოჩნდა. დღემდე ოფიციალურად გაზომილი ყველაზე გრძელი გველი მდედრი, სახელად მედუზა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ამ გველის სიგრძე 7,67 მეტრია. ვადისებრი პითონის რაციონი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი ზომა. ის ნადირობს ღორებზე, ირმებზე და სხვა დიდი ზომის ცხოველებზე. სწორედ სიგრძის, მასისა და ძალის ეს კომბინაცია აქცევს ვადისებრ პითონს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცოცხალ არსებად ქვეწარმავლებს შორის. სამეფო კობრა ჩვენს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. გველის ეს სახეობა პლანეტაზე არსებული ყველაზე გრძელი შხამიანი გველია. ზრდასრული ინდივიდის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია, რაც მას შხამიან გველებს შორის აბსოლუტურ რეკორდსმენად აქცევს. სამეფო კობრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში ბინადრობს. სხვა გველებისგან განსხვავებით, მას მაღალი ინტელექტი და რთული ქცევა ახასიათებს. საფრთხის შემთხვევაში სამეფო კობრა სხეულის წინა ნაწილს მაღლა წევს, რითაც ის მოწინააღმდეგეს საკუთარ შთამბეჭდავ სიმაღლესა და ძალას უჩვენებს. სამეფო კობრა ერთადერთი გველია, რომელიც ძირითადად სხვა გველებს ჭამს. ამიტომაც მისი სამეცნიერო სახელი გველის მჭამელს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ კობრას შხამი ტოქსიკურობით ზოგიერთ სახეობას ჩამოუვარდება, მისი ერთი ნაკბენიც კი ადამიანისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრით ამ გველებიდან რომელია ყველაზე საშიში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.